გარეშე მტრების შემოსევათაგან დაუძლურებულ ფეოდალური საქართველოს ცხოვრებას თანსდებდა უდიდესი ბოროტება. ტყვეებით ვაჭრობა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა მე-18 საუკუნეში, როცა შავი ზღვის სანაპიროზე მტრის მიერ დაკავებული ციხე-სიმაგრეები ტყვეთა ყიდვა-გაყიდვის ცენტრი გახდა. ყოველწლიურად ათასობით ყმაწვილები და ახალგაზრდა ქალები მიხავდათ უცხო ქვეყნებში. ქართველ დედას არ უხაროდა შვილის დაბადება. ვინ იცის, რამდენი ცრემლი დააღვრივა შავი ზღვის ამ სანაპიროზე. მხოლოდ იმერეთის მეფემ სოლომონ პირველმა აკრძალა ტყვეებით ვაჭრობა. უკვე თუ ვინმე წარჩინებული ან მდაბიო, აზნაური ან უაზნო, შემდგომად წვრილად გამოძიებისა, აღმოჩნდება დამნაშავე ადამიანების ყიდვა-გაყიდვაში, წეული მციყოს იგი წმინდათა კრებულთაგან და იქნეს ასეთი განუჟელა დაბრმავებული. ხოლო უკვე თუ ვინმე ქთამს აიღებს და თვალს არ დასკრის დამნაშავეს, წეული მციყოს იგი წმინდათა კრებულთაგან და დაშთობილ იქნეს იგი. მოვალ დამელოდე. ჩემო საყვარელო ბიჭო, ჩემო მარჩენალო. ესპერანგის სადაგიხებია, ჩემო ბიჭუნა. დღეს გოჩას მეწიდე, დედაჩემო და მოვერიე. ღმერთმა ქნა შვილო, შენ სიცოცხლეში ვერავინ ვერ მოგრეოდეს.
მთელი დღე ფეხზე დგეხარ. დაღლილი ხარ, ნანა. დიდად განიცადა სოფელმა პატარა გორჩას დაკარგვა. მაგრამ ლაჟვარდი ტეხურის ნაპირებზე ცხოვრება მიდიოდა თავისი გზით. მინდორ ველებზე ისევ შრომობდნენ. Ergis kamzur ki gigoya ვაჟებო, ახკა თოხები. სადილობამ დესვე როგორ მიავიტანოთ. ის შეწევნით ჩინებული დარია. ვერ გამიგია, მამა. საიდან გაშთა ჩვენს ხანაში ამდენი ჭოჭოთი და დოლობი. პალამოსაგრე ფათრის ლაშქარი უთან შესევია. კაი დახსოვება გწოდნია ბიჭო. შარშანის კუთხე ერთხელაც არ გაგვიმართლავს ხეირიანი. მართალსა მოგშილო. ვერ მოასართ მაშინ ამუხუროს გამარგულა. სალაშქრო წავედი. დას ცხევლის მაგათ ხური და ქიაჩი. ხანაკი გაუმარგლავი დაგუსტი. აი გაიხარეთ. მოდიან. ჩვენს ქალებს სადილი მოაქვს. ეს ვინ მოდის? ჩემი ხვიჩა, ჩემი ბაბაია, ჩემი გულის გამხარებელი. ბაბაია, ხები ხომ არ დააბნია შენ შემოგევლო ჩემი და. ღმერთო დიდებულო, შენ გაუმარჯო ქვეყანაზე მშვიდობის დამამყარებელს. საწყალი გლეხკაცს გამგიტყვის. ღმერთო ის დღე მაჩვენე. ყანაში უთოფოდ მოვდიოდე. დედაკაც სადილი მარტო მოგქონდეს და არაფერს არ ეშინოდეს. მეზობლებო, ხალხს თუ დამალერინებთ. ის ვინ უნდა იყოს? გასრავად ვარ ბატონო კადნიერებისათვის. იმედია პატივისცემ და ტაგუიაბედიასთან ერთად ჩალამღვინოს მიირთმევ. დიდ მადლობას მოგახსენებთ. ობრძანდი. აზნაური ბარდღარევია. დაბრძანდით. ღვინ ვარ დამელევინება ბატონო. ნოქალაქევის საბანოზე მივდივართ სამკურნალოდ. მიიღი. სხვა ბატონო ბარდღა, რა ამბავია ქვეყანაზე? მართალია თუ არა რომ მეფისაგან სასტიკი ბრძანებაა გაცემული ტყვეთა მომტაცებლების წინააღმდეგ? ამბობენ მათ თვალებს ხრიანო. მართლა? ამბობენ დაგვია, ამბობენ. ახლა მშვიდობიანობაა. უგეშინიათ. როგორ არ უნდა გვეშინოდეს ბატონო?
აი ამასთან მასავით შეზრდილი პატარა გოჩა. ახლა მოიტაცეს. ესენი ერთად იზრდებოდნენ, დღეს ერთად წემსავთ. დაგვია, ეს პატარა ბიჭი შენია. დიახ ბატონო. ეს ჩემი ბაბაია, ჩემი ხვიჩა. თუ გიდი მიწყინე ეგ სიტყვა. გარეშე მტერს გაუნკლავდებოდით, რომ ჩვენი თავად აზნაურობა არა. ამბობენ ვითომ ჩვენ ადამიანის სულისკენ უნდა გვედგასო. ახლა კაცის სული კი არა. უსამართლოდ ერთი თիկნის ყურიც არ დაგაკლდებათ. იბრძანდებით ჩემო ბატონო. დიახ, დაამებამდე უნდა ჩავიდეს. გამშვიდობისა ბატონო ბარდღა. დიდად გმადლობ, დიდად გმადლობ. ო მადლობ. დედა, შეხედე როგორ დასაძილან ჩვენი მერცხლები. ისინი სულ მალე ცელ ქვეყნებისაგან გაფრინდებიან. დაიდგენ დედა. შორს, შვილო, ძალიან შორს. აი იქ ზღვის გადაღმა. სადაც სულ მუდამ ზაფხული იცის. ვიჯა, შვილო, ხები მართლა არ გარეკო. არ შეძახდე. ინდა ცხელზე შექსვა. მინდა. მოდი ცოტა გავაჭენოთ, ა? ხო. აჰა. დაბრუნდეთ უკან. ჰეი! აიყო ბაბა. თითქოს რაღაც კივილივით მომესმო. ზაღლი ხებს მგონია. აბაბაია, მოვდა ვიღაცა. დედა ჩემი კივი. რაღაც სახირო არის ჩვენს თავზე. Bavia! Amuvida! C'è inviti a carico!
მარად ხვიჩა ნანა შვილო ზეხა ცოტა დამშვიდე ადამიანი აუცილებლად დაიწერია და მოიყვანა ხვიჩა ბაბა ჩემი მოხუცებულობის მანუგეშებელო ბაბა მოგიკვდეს უბედური მამაში ხვიჩა ბაბა რა კარგი ბიჭია? ძინავს. მაინც როგორ მოახერხე შეღმერთ გამწყრა. სწორედ რომ ეშმაკი ხარ. ნამდვილი ეშმაკი. რას გეტყვი იცი ქუჩუნა? ამ ქვეყანაზე არაფერი არ ინატრო. ინატრემ მხოლოდ კარგი ცხენი. ახლა როგორ ვქნათ? დღეს ვეღამით უნდა მივიდეთ იქ, სადაც შავი ღელე ერთვის რიონს. აბა შენ იცი ქუჩუნა. ხვალ თავად ჭორიშვილის სახლში დამყოფი. კარგი. შენ ხომ შემომფიცე შვილო რომ ამ საშინელ საქმეს თავს დაანებეთ ვერა ბავშვს ვერ მოხდი გეუბნები ეს უკანასკნელია დედაჩემ შენ თავსაც დაიღუპავ და ჩვენც დაგხუპავ შვილო დანაპირი ვარ ფაძილ ფაშასთან სასყიდელი წინ და წინ გვაქვს მიღებული არა მე დედა ვარ და ამის ცნებას არ მოგწევ ეხლავე გააგდე ის შავწვერა ყაჩაკი და ბავშვი აქ მომგვა მანაიც ჩემს ვაინშო იაგუნდისა მარკოს ხუცეს დაუძღე ვაი მოგძამ მამა მარკოს რა დაემართა ქალბატონს ცოტა შეუძლო გახლა ეს შავწვერა კაცი ვერ ვიცა იმ ბატონიშვილს. ესა ჩვენი მოგეთე გახლა. ოდიშიდან. ქალბატონი გთხოვს. მარკოს ხუცესი შეხვედრას ჭრელი გველი შეხვედრა მირჩევი. მაგ ჩასაძაღლებელმა მაშინათვე შეგამჩნია ეზოში. აია. თუ ხელში ჩაგიგდეს. ფალებს დაგწიან ორიოს და გაგიშვებე. იარე მერე საერთოდ გინდა. მაგ ყოფა გაფული მაგ. მაგ სახსენებელ ამოსაგდები მაგ. რა მოხდა ქალბატონ? რა ქნა მოძღარ. ორ წეს შუა ვარ ჩავარდნი. შენ ხომ იცი ჩემმა ქმარმა და შვილმა შეჰფიცეს მეფეს ფაშისათვის წვეები არ მიეწოდებინათ დღეს დილით კი მოეთრია ის ავაზაკითა ერთი პატარა მაწვიდი მოიყვანა მე მაშინვე ყვირილი მოვთე თავი მოვიკავ გამოვტაცე ბავში და მსახურებს ჩავაბარ მე ხომ ერთადერთი შვილის დედა ვარ პესკი ისეთი სასტიკი ბრძანება გაუწია გონება დავკარგე საშინლად შევიქენდა შეგაწუხე მოძღარ ვაი მე
მესმის ყველაფერი მესმის ქალბატო დამშვიდით ახლა როგორ მოვიქცეთ მოწვარო ბავშვს რა უკვე ბავშვი ჯერჯერობით მე მომეც გავზრდი შევასწავლი რამეს შემდეგ შობელიც მოიძებნება და ჩავაბარო იაგუნდისა ბავშვი მოიყვანე მოდი აქ მოდი ჩემთან ბიჭიკო აი ჩვენი ну гещиния чему битико ракви ხვიჩა мот შენკი ღირსეულო ადამიანო უფალმა მოგანიჭოს დღეთა სიგრძე გბაბლო დამშვიდით ზიარება აღარ გჭირთ დავით ვიჩი მარიკა აბა თუ მიხდები ვინ მოვიყვანე ეს ვინ არის ვინ უნდა იყოს დედაკაც თუ არ ნაყოფი ჩვენი კეთილი გზიდან ცდომის რა კარგი ბიჭია აგი ამბობდი ხუთესო მაგისთან ასამართლო საქმეები მოისპო განაასიადვილია ძაღლის კუდის გასწორება დანაში ვიმო ბედამწვარი დედაში კარგი გეყოფალია სამისა ბავშვს კიდევ უფრო გულს ნუღლა აჯამე რამე და დააცინე ნუ ტირი ხვიჩა დაჯი ხვიჩა ნუ გეშინი შეჭამ არაფრის ამიგეშინი როგორც შენ სახში ისე იყო
წაგვართვა. არა, რა ბიჭი წაგვართვა, მაგ წერით ხეზე თხასავით ჩამოსაგიდებდა, მაგან. მე რამდენი დაჯოწოლება გამოვიდეთ მაგის საკამოყვანაში. კარგა. შეიძლება კიდევ შენებურად მოაგვარო რამე, ა? მაგას უნდა დარდო თავადიშლო. მე რევი არ ყოფილვარ თუ ის ძაღლის ლეკვი ბოლოს ჩვენი არ იქნეს. ჩოცხო. აქ ერთი მუხლი დაბალი კილოთი უნდა ჩააგალობო. სიმდაბლე თქვენი ცხადი ყამწინას ეყოველთა კაცთა. აკი ერთი მუხლი მაღალი კილოთი უნდა ჩავაგალობოთ. უფალია კოჩახ ჩემო ბიჭიკო. აბა ახლა შოთა შაირიც მითხარი. ეგ რომელი? სულ ერთია. თუნდაც ვახ სოფელო რაში განხარ. ვახ სოფელო რაში განხარ. რას გვავრუნებ, რასნე ჭირსა. ყოვლინ შენი მონდობილი ნიადაგმცა თემებს წირსა. თარცა იყვან სადაურსა. სადაღუფხრისად ძირსა. მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა. კოჩახ ჩემო ბიჭიკო, ესეც კარგად დაგიხსომებია. აბა ახლა წადი და ითამაშე. ბაბუა მარკოს, როდესაც მიყვან ჩემ სოფელში? გიშინია ჩემო ბიჭიკო. მალე წაგიყვან შენ სახლში. მადლობა ბაბუა მარკოს. ცირა მომეცი დოქი მე წამოვიდე. არა მე თვითონ. მომეცი. შეხედე მაყვალი. მოკრიფო თვითა. ცირა. თვითა. შენ მალე წახვალ, ხო? ხო, მალე. მეც მინდა წამოვიდე შენ სოფელში. დავიდე. ბედნიერად იმგზავრე შენი ჭირიმე შენი შვილო. ბედნიერად. შვიდობ, ხვიჩა. ცირა. გამოიმშვიდობე, ხვიჩა. ცირა. როდესაც დიდი გავიზრდები, ჩამოვალ და გნახ. ხვიჩა. აბა, დავედი. ბედნიერად იმგზავრე. კარგად იყავი, ხვიჩა. არ დაგვივიწყო. ხვიჩა, აი შეხედე. სერები რომ მოსჩანან იქ შენი სოფელი. შენი დედმამა და ძმები იქ ცხოვრობ. შეიძლება შენი ნანა ერთ-ერთ სერიდან აქეთ იყურება. ჩვენ კი მას ვერ ვამჩნევ. ნუ მოიწმინე ჩემო ბიჭიკო. სულ მალე მივართ იქ. როდის ბაბუა მარკო? ეს დღე ჩქარა გავიაროთ და საღამოზე ჩინიქნით. ხვიჩა, მოდი, შემომიჯეთი ჯორს. არა, მე ფეხით სიარული მიჩემ. კარგი. აი ფართეზოლივთ რომ ისდევ შულო დაბლაველს დინარე ზიანი. იმ დინარეს რომ ფევი ჩაყვე, თვალუჯდენელს ვას მივადგები. იქ
სადაც რიონის ზღვას უერთდება, ჩვენი ძველი ციხეა. იქ ახლა ურჯულო ფაშაზის. ის იქიდან ბავშვებს სტამბოლში გზავნის. შენც იქიდან გაგაგზავნიდნენ ხვიჩა რომ ჩემო სამშობლო. ბოლე მომკალით. აი სივრცე. ადარი სამართალი სად? აი ჩვენთან. ამ გზაზე დავდივარ და ასეთი ხელსარიელი ჯერ არ წამოვსულა. სტამბოლში სივრცილით თვალს ვერ გავასწრებ. რაც განეფალი იუსუფ ეფენდი. შენ პატივცემულო 50 თვე მაინც მოხავს. ამიერიდან თვეების საყიდლად მე გურჯისტანში ტანსფრელი არა. მე და რამიზებია. სულმა გიმერეთის მეფემ სოლომონმა გაგიკუჭა საქმე. ხვეთა გაყიდვა სრულებით აღკვეთა. ეხლა მობენ რუსეთს დახმარებას თხოვა. ალლა. ალლა ხმადღე გძელოს პაზილ ფაშა. კიდევ კარგია რომ პატარა ბიჭი მიფეშკაშა. საჭირისად გაყიდე ეფენდი, კაი ფაქს მოგცემი. გასამო, ვარს ნამდვილი მეომარი მამელუკის სახე აქვს. ეს დენაქარი არ ჩადგა შენი წე. ამ სიბერის დროს რაღაც ზღვის შიში ჩაგვარდნია გულში ზაიდო. მოდი ნარდი ვითამაშოთ. ვითამაშეთ რამე რეგიონზე ვითამაშოთ. თუ მოვიგებ, ხარბეჭა ვაშკაცი რომ გირევია წვეებში. ის ჩემი იყო. გაგიჟდი? ის ერთადერთი მიმყავს თვალ საჭიროზე ისიც ნარჩი წავაგო. მე თუ მოგიგებ შენას მოგცე. ჩემი გძელთმიანი სალომე შენი იყოს. ჰასან, რა უყოთ, სულ ტირის და ტირის ეს წეული ქალი. ძულის მაგმა ყურთას მენა წაიღო მაგის მოთქმა წუწული. გინდა დავამშვიდო. ალბათ ქმარი თვაგონდება. ჩვენ აქ რა ვართ? ვითომ ჩვენზე უკეთესი ვაშკაცი იქნებოდა მისი ქმარი, დაიცა. Hanum. Eşe, hanum. Ha hanum. Radom diri. Gaçundi. Ha, herkesimiz? Seurculo sana. Aga tabii sen tukhare bare qaparo. Yavru visobatam khalis minqarebat. Şeni yavru. Şeşu beş. Şeşi. Esed beş. İşinde bir tu. Nulake.
ეხლა კი გამოემშვიდობე შენ ახალ ციხელს. აი უსტო, დაიძონ! იბრაგიმ, ამოდიჭერი! მაინც ხუბე! აი ამან ეს ხომ დაიდოლას წვია. უჭველი ეგ იქნება სპოთი სამტეხი. დასკათ მაგასაცი შოლტი. უჩქარო. გავიგო ჯერაშია საქმე. სპოთი სამტეხსა და უნამუსოს რატომ 200-იც არ ერგება? უსამართლოდ ნუირჯებით. გვაკმარეთ ამდენი დამცირება თორემ იცოდეთ. ჩვენც დავიღუპებით, მაგრამ თქვენც ამოგაყოფინებთ თავს ამ ზღვის უფსკრულს. დაგნადით. და შოშმიდით. დამაგებინეთ რაშია საქმე. აი, აბარებსა და შეურაცხო ხალი. ჩხუბი მაგის ბრალია. ეგ უნდა დაისაჯოს. ამ შემთხვევაში ჰასანი შემცვარია. დედაკაც ასე აშკარად, ამგვარად არ უნდა მოქცეოდა. ეს იბრაჰიმის ოინებია. 2 წუთი კიდევ რომ დამცლოდა შენ სახალციხელს ნახტში მოგიგებდი. მე შენთვის ვითხოვნია შენმა მეთვალყურებმა ჩემს წვებს ხელი არ ახმო. ვაჰ, კაცნო, ვერ გამიგია რა ცილსამწამებს ეს ადამიანი. ერთი ახლა თქვენსა. როგორ გეყადება სულდაგრები? ეს გურჯები დაუცხრომელი ხალხია. და მათთან სიფრთხილეა საჭირო. ჰეი, დაიყვან ჰასანი. ისინი შინ დაბრუნდებიან. ჩვენ ვერ ასულებს. აი სტამბული. შვენიერი ქალაქი. Gel içeri. Haydi git. Вакуумш. Дядь, куда вы? Отойди. Ты не толкай. Ну! Иди живее. Уйди. ნურ ოსმანიეს მეჩეთის გვერდით ტყვეთა ბაზარი იყო. აქ ვაჭრობდნენ ცოცხალი ადამიანები. აქეთ გამოიყვანეს. Hüseyin ağamız, Hüseyin ağamız. Etili ostuen moğuzeli, salım babama. Salamin. Salamin.
ასალამ ალეიკუმ, ალეიკუმ სალამ ჰუსეინ აღა, მოგზავნე. რა ცოტა ტყვეები ჩამოგიყვანი ეფენდი. ჰუსეინ აღა, გურჯისტანში არ მიდის საქმე კარგად. სამწუხაროა, ძლიერ სამწუხაროა. გურჯია? არა, ჩერქეზია. კარგი საქონელია. კარგი. შუმა, შეკისერ მოსატახოთ, არა, სულ ზაღაცხავინეს. ეს ვინ ტირის? ყვებიჭია. შეიძლება ვნახო? ახმედ, გამოიყვანე ეგ ბიჭი. რატომ ტირი ბიჭუნა? გურჯია? გურჯია. სახელი რა ქვია? ხვიჩა. ხვიჩა, კარგია, კარგი. შენისთანა ბიჭ ტირი როგორ ეკადრებ? კარგი აგებულებისა. დიახ. ჩინებული მამლუკი დადგება. ეფენდი, დავაჭიდოთ. ყაბული ვარ. ვის დავაჭიდოთ? აბა, გაიქეცი. მოიყვანე ვინმე. ეს ხომ ყოლი არ არის. ხვიჩა, დაეჭიდები ამ ბიჭს. შენ თუ ამას წააგდებ, აი შენი საქმე. აბა, ალექსა. ეგრე უგორე, ეგრე, ოჩახ. ახლა როგორ? შენ ვაჭარი ხარ. მე აგერ საქონელი, აგერ ფული. სოფდაგარო, იცოდეს უკანასკნელია. ალლაჰ, რას ამბობ? ამდენი ფულით მთელ რაზმს შევად. ნება შენი. საქონელი ხომ თვალწინა. ვიცი, ვისთვისაც გინდა. ეფენდი. არ ბრძანებ ჰუსეინ აღა. მარტო ფაზილ ფაშას ფარჩის ქსოვლი რომ უფეშკაშე 50 ნეჯიდე მაინც ღირდა. კარგი მამლუკი დადგა. რასიზა, ასეთიანება უზენაესისა. ჰუსეინ აღა, მეც ვიყიდე ერთი გურჯი. მინდა გამოვცადო, ღონიერია თუ არა. მოდი, შენს ფალავანთან ვაჭიდაო. ხვიჩა, კიდევ ვიჭიდავებ? მოიყვანეთ ბიჭი. ხვიჩა! გოჩა, დახიანო, აქ რა გინდა? ხვიჩა, შენც მოგიტაცე? აქი ამბობდი ასე და დავიკარგებიო. აქი ერთად, ეხლა ერთად დავშორ, კარგი არ დავშორ. ხვიჩა, რა არის ეს ბიჭი შენ? ჩემი სოფლელია, ხებზე თაცწევსავ. ბატონო ჩემო, დიდად დამავალებ თუ ამ ბიჭს დამიდო. საფასურს იმდეს მოგართმევ, რამდენი ცალი უსუპს მივეცი. მე პირიქით, მინდოდა მეთხოვნა რომ ეს ბავშვი ჩემთვის დაგეყო. ქართველები და ჩერქეზები კარგი მეომრებია. მე მათ მხოლოდ ეგვიპტელ მამლუქთათვის ვიყიდე. ამიტომაც კარგ საფასურს გაძლევ. მეც ეს ბავშვი ვენეციაში მიყავს. ერთ დიდ ბატონისათვის საჭირო. ყველა დროს თუ დავკარგავთ ჰუსეინ აღა. ბავშვი წამოიყვანე. მე შენთან წამოვა. ამოდი. ჩემი ხვიჩა. ამოდი. გოჩა. აგრიდი ხარ. გამიშვი. გამოიყვანე. ხილად ვიდოდე თეოკაცის და ვგზასა შენსა და მოიხსენე რამე თუ ბოროტის ძლევს კეთილსა ყოველგან. ჰუსეინ აღამ სხვა ტყვეებით ბევრი იყიდა ეგვიპტელ მამლუქთა ბეგებისათვის და გზას გავაკა. მამლუქი არაბულად თეთრ მონას, ნაყიდ ტყვეს ნიშნავს. ეგვიპტის სულთნები თავიანთი მხედრობის შესავსებად მამლუქებს აგროვებდნენ და მათგან სამხედრო რაზმებს ადგენდნენ.
მამლუქები ისე გაძლიერდნენ, რომ ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება და რამდენიმე საუკუნის განმავლობაში კაიროსა და მთელი ეგვიპტის სვებეთს განაგებდნენ. ვისაც არ უნახავს კაირო, მას არ უხილავს არაფერი. ნათქვამი არაბულ ზღაპარში. მისი მიწა ოქროა, ცამის თავზე სასწაული. 18 საუკუნის მეორე ნახევარში მამლუქთა მხედართ მთავარმა ალიბეგმა ხვანთქრის წინააღმდეგ აჯანყების დრო შეაფრიალა და ის მთელი ეგვიპტის ხელმწიფე გახდა. Повелитель, привели главарей восставших филахов. Заключить их в крепость. ბრძანებელო, სოვდაგარი ჰუსეინ აღა გიახლათ. ჰუსეინ აღა? ჩქარა აქ დამიძახე. ასალამ ალეიკუმ, სულთან ეგვიპტისა და ფლობელ ორი ზღვისა. აქეთ, ჩემო ჰუსეინ, ამ ბალისზე ჩამოგწან. სხვა, ჩემო ჰუსეინ, როგორი ვაჭრობა? როგორი მგზავრე? ვაჭრობა ძლიერ ნაკლებია მბრძანებელ. რათაო? მოგეხსენებათ გურჯისტანიდან ტყვეთა დენა მეტად შემცირდა. მაგრამ მე შენთან ბრძანებელო ხელცარიელი ხომ არ მოვიდოდი. ერთი გურჯის ბიჭი მოგიყვანე. ოჩახ, ჩემო ჰუსეინ. აბა სადა? თქვენ საფარეშოში გახლავთ. ბიჭი საჩქაროთ მომგვარონ აქ. პატარა ქართველო. ახლა მოდი. ნუ გეშინია. სახელი რა ქვია ჩემ პატარა გურს? მაჰმუდი ბრძანებელ. არა, ხვიჩა. შენ მაჰმუდი ხარ. ხვიჩა. Mahmud. Ocha. Aba çemo biçuna. Aklıma itti çemten. Meo Maria. Mamelukata dabadebul. Ცხენზე ჯდომა, იცი ჩემო ბიჭუნა? ვიცი. ой, ისეთ ცხენზე შექსლამ, რომ მისი ბადალი ქვეყანაზე არ იყოს. ბიჭი ძალიან მომწონს. ამას უეჭველად, ჩემს სახელობაზე გავხდი. ჩინებული აზრია დიდებულო. აბდავა! დაიყვანე ბავშვი, მოასვენე. აბა გახტევი, მაჰმუდ, გახტევი. الله أكبر أشهد أن لا إله إلا الله محمود заигитхе Во имя Аллаха милостивого, милосердного. Во имя Аллаха милостивого, милосердного. სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, წყალობელისა.
ხვიჩა მაჰმუდად წოდებული მამლუქთა შორის იზრდებოდა. წინათ თუ მას სახარებაზე წვრთნიდნენ, ეხლა ყურანს ასწავლიდნენ და სალაშქროდ ამზადებდნენ. უმაღლესის დასყიდელი მიეძღოს მას, ვინც მოგდეს ბრძოლის ველზე იარაღით ხელში. სულ მოკლე ხანში მაჰმუდი ხვიჩა ნამდვილი მამლუქი გახდა. არ მეგონა თუ გაიგონებდა? ვინ არის ის? ალიბეგი შვილობილია. რა ლამაზი მაწვილია. ძალიან მარდი და ღონიერია. იცი ზეინაბ, მაჰმუდი შენი სამშობლოდან უნდა იყო. ვინ გითხრა? არ ვიცი. ჩვენი ბატონისაგანაც გამიგონია. შორდით. მაჰმუდ! მაჰმუდ! მეცნაურა, მაგრამ ის არ უნდა იყოს. გამარჯვებას მოგილოცავ, მაჰმუდ. შენ დაიმსახურე სასახლის რაზმის უფროსობა. დღეს მოხვალ ჩემთან სასახლეში. ალლაჰი მოშენ მადლობ. მაჰმუდ, მეც მოგილოცავ. ამიერიდან აღმავლობისკენ გზახსნილი გაქვს. მოგილოცავ. მაჰმუდ, რას დუმხარ?
რაც ჩამოგტირი სახე. დღეს ალბათ შენ ძალიან დაიღალე. ასლან, დასუსტი. გაგვამხიარულე. ახლავე მბრძანებელი. ალბატონო ალბატონო ნუ გეშინია ჩემი მითხარი მხოლოდ საიდან ხარ რომელ ქვეყნიდან მინახართ ბაღმუთი
მიიღეთ ჩემგან საჩუქრად. აი ნახე, შენი სახელი მოვქარგე. მე კითხვა არ ვიცი. მე გასწავლი უცქირე ხ ვ ი შ ა ხვიჩა. ძირა მე ვარ ხვიჩა მე. უკვე წელიწადია რაც ვიტანჯები ამ ციხეში. ძირა ეს ის მარია. როგორც კი დაგინახე მაშინ მეკიცარი. არ მეგონა თუ დას მე კიდევ შევხვდებოდით ერთმანეთს. ხვიჩა, ჩემო ძვირფასო. ნუ მომკლავ მარტო. ნახე. ახლა კი წადი. დაგვინახავენ. ძირა ასან მე სასახლეში მივდივარ, წამოდი. გაგეპრებით ბატონო. შეაჩვენე მამლუქთა ბეგები. მამლუქთა ბეგები არ ბებდნენ და ვიწროებდნენ ეგვიპტელ შრომელ ხალხს, რის გამოც მათ რისხვას და წყევლა გულას იმსახურებდნენ. ალლახის ხევლა და ბრულვა, შენა და შენს მოდგმა. ამ წყევლა გულას ვერ ასწდა მაჰმუდიც, რომელიც ისედაც გაუბედურებული იყო. Алтермоеды, шевей, шевей! Ты почему не работаешь, негодяй? А ну, живо! С тех пор, как я попал сюда, вот так и мучаюсь, пока не сойду в могилу. Что поделаешь? Эй, ты! Такова наша судьба. Откуда ты родом? Приветствую вас, господин. Не помнишь? Когда меня похитили, я был очень маленький. Но я так знаю. Вот за этими горами море, а за морем высокие, очень высокие горы. Там я родился. Туда можно только перелететь. А мы не птицы.
ზეინაბი სად არის? ავად გახდა, ჩემო ბატონო. რა მოუვიდა? მოედანზე ვიღაც უნახავთ თავის ქვეყნიდან და მას აქეთ სულ სტირის და ამბოსთქონს. ვინ არის ის? მაჰმუდია, ალიბეგის შვილობილი. მაჰმუდი? გარეშე მტრების შემოსევათაგან დაუძლურებულ ფეოდალური საქართველოს ცხოვრებას თან სდებდა უდიდესი ბოროტება. ტყვეებით ვაჭრობა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა მე-18 საუკუნეში, როცა შავი ზღვის სანაპიროზე მტრის მიერ დაკავებული ციხე-სიმაგრეები ტყვეთა ყიდვა-გაყიდვის ცენტრი გახდა. ყოველწლიურად ათასობით ყმაწვილები და ახალგაზრდა ქალები მიხავდათ უცხო ქვეყნებში. ქართველ დედას არ უხაროდა შვილის დაბადება. ვინ იცის, რამდენი ცრემლი დააღვრივა შავი ზღვის ამ სანაპიროზე. მხოლოდ იმერეთის მეფემ სოლომონ პირველმა აკრძალა ტყვეებით ვაჭრობა. უკვე თუ ვინმე წარჩინებული ან მდაბიო, აზნაური ან უაზნო, შემდგომად წვრილად გამოძიებისა, აღმოჩნდება დამნაშავე ადამიანების ყიდვა-გაყიდვაში, წეული მციყოს იგი წმინდათა კრებულთაგან და იქნეს ასეთი განუჟელად დაბრმავებული. ხოლო უკვე თუ ვინმე ქთამს აიღებს და თვალს არ დასწრის დამნაშავეს, წეული მციყოს იგი წმინდათა კრებულთაგან და დაშთობილ იქნეს იგი.
დაღიას, ამიტომ მეძახიან. მერე ასე დაგჭება? მერე რა? დედაჩემმა მითხრა, არსად არ დაიკარგებ, ყველგან მოგძებნით. Koça, zavide. Koça, xვალადრე გამოდი, ისოდე გიცდი. მოვალ, ხვიჩა, მოვალ, დამელოდე. გავიდა დრო. მაჰმუდი გაათავისუფლეს, რომ ბრძოლის ველზე გამოესყიდა თავისი დანაშაული. ის ინიშნება რაზმის უფროსად. მას შემდეგ მრავალმა წელმა განვლო. იდება ალლა! დაუმარჯოს მამლუქთა უძლეო ლაშქარს! მამლუქო, ძირფასო მხედრებო! დღეს ჩვენ ძეთად მოწოდებული ჰამიდბეგის ნაცვლად ახალი სარდალი უნდა განვასწროთ. დაასახელეთ ძმანო ღირსეული კაცი. ჩვენი საზრით ვინ უნდა დაინიშნოთ? ვინ დაასახელოთ? ასლანბეგი. მას შემდეგ 10 წელი გავიდა. გახსოვთ? ჩვენმა ჯარმა სეუტას ალყა შემოარტყა. მინდოდა ერთი შეტევით ციხე აგვეღო. მამულუქნო, ვის შეახდა მაშინ მტრის გალავანს? მარჯვნივ და მარცხნივ აკათა მტერი. ჩვენ ვინ გაგვამარჯვებინა? იმ მამლუქმა მაშინ 100-ის თაობა მიიღო. ის ვინ იყო? თანო და თანამოაბჯერენო, მე არც კი ვიცი ვინა ვარ, სადაური ვარ, ხოლო ვიცი რომ მამლუქი ვარ. ხმალი ჩემი დედმამა, ლავი ჩემი, სიმტკიცია ჩემი. eur თქვენთაგან სახსოვს, 100 ზუანთან მოგვიხდა ბრძოლა. გახსოვთ 1000-ის თავი. მამაღლა რომ შეესკივლა, ხმალი შეათამაშა. ვით შევარდენი, რის რაზმში შეიჭრა და გამარჯვება მოგვაპოვებინა. ვინ იყო ის 1000-ის თავი? ებეთ მანგრევების ქვემოთ ჩვენი რაზმი იდგა. გარც ერი ერთხა და ჩვენზე თავხედურ იერის ლამოვდნენ. მაშინ ვინ იყო ის მამლუკი რომ დაიძახა? ამხევით წნებო! აიჭი გააქანა. ატბართამე თაურს ხარდამხარეთ ჯერა. ერთი და ერთ ხმით
თავი გააგდებინა და ჩვენ გამარჯვება მოგვაპოვებინა. ის ვინ იყო? მაჰმუდი! მაჰმუდი გახდეს მამლუქთა მხედართმთავარი და იქმნა დასცე. Mahmud Bey! Mahmud Bey! Aha! დარჩინებულო. უკვე გაგონილი გექნებათ, რა მოულოდნელი ამბავი მოგივიდა. ალექსანდრიაში გადმოუსხავს თავისი ჯარი ფრანკთა ფაშას ნაპოლეონ ბონაპარტს. გათავხედებულმა ფრანგებმა გაბედეს ფეხი შემოედგათ ჩვენს სამფლობელოში. და გაჩქარებით მოიწევენ ჩვენსკენ საომრად. რა სიტყვით თქვენ მეგებო? რა უყურთ, მოგზამდეს. ჩვენ საქმე დავწევთ. ვერ გამიგია რისთვის მოდის ტანმოკლე ფაშა ჩვენზე. რა დაგვიშეებია მისთვის? სად ჩვენ და სად საფრანგეთი? რა უნდა ჩვენგან? გონი ამ გამოლაშქრებას რაღაც მიზეზი უნდა გქონდეს. მიზეზთა გამოკვლევა ჩვენ ახლა ახალს ვერაფერს შეგვძენს. თავი და თავი მიზეზი მაინც უცვლელი რჩება. ის კაცი გვეუბნება, ბიჭი ვარ და მოვდივარ. ბიჭები ხართ და დამხვდითო. დავხვდებით. დავხვდებით. ჯარისკაცნო, 40 საუკუნე გადმოგცქერით თქვენს წინ აღმართულ პირამიდების სიმაღლეებიდან. მაჰმუდ ბეგი მამლუქთა ლაშქრის მარჯვენა ფრთას სარდლობდა. მას წილაწყთა შეტაკება ფრანგთა ცხენოსანი ჭარდა.
ხანმოკლე ფაშამ არ დაამოვნა. თავის კავალერიას საჩქაროდ სარბაზნები და ქვეითი ჯარი მიაშველა. ცეცხლი! ჩაგათუ მიზნებენ ეს კოპაკები. მომყევით! გარჯულის ხალხი ფრანგებს არ გვაქვს. ვენეციელები უნდა იყოს. არ შეგარჩენთ იაურო. ამლუქნო! წინ! Yauro. Vai, nana. Vai, nana. ვინ ახარ შენ? ვერ აქცნობ? სადღაც მინახავს ეს კაცი. გუჩა! დაღიანო! Gucha. 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 Čemu dzvirpaso? Vermicani. Me ხვიჩა ვარ. ხვიჩა. გესმის?
ღმერთო ჩემო, რა დამსაჯე. ნუ თუ ყველაფერი ეს ცხადია. ცხადია. ვინ ახარ შენ? მამლუქი, ქართველი, სად არის შენი სამშობლო? არ გინდა გაიგო როგორ არიან, სად არიან შენი მშობელი დედა, მამა, სად არის შენი ქოხი, შენი პეხურა? არ მოგონებია ისინი შენამშორეულ ქვეყანაში. დრო გადიოდა. შენ შეეჩვია ხალ ცხოვრებას. ბედმა გაგიღიმა, საბრალო მონიდან დიდების მიწვერვალს მიაღწია. ეხლა კი სად არის დიდება? ეს არის ჩემი დიდება, ჩემი სიმდიდრე, ჩემი საუნჯე, ჩემი სამშობლო. მე მოგგალ შენ. შენმა ხვიჩამ მოკლა შენ. მე რისთვის? მაჰმუდბეკ, ცოტა ხარ? მაჰმუდბეკ, ასე გაქვებული რა გადაჭერა? ჩემი რაზმი სადღა? მურადბეკმა შემწედებაზე მოსწავლა. სასწრაფოდ გიბარე. ეს რა ამბავია? შაფარ, ხასუდგე. დამოკლეფავსა შენი ლაშქარი გაანადგურა. აჰმუდ, ეგები შენ გიცდიან. შენ დაპირილია. რა გქონდა ხარ? ვერ გამიგერას და შენ ხარ გიავისლეს. ვენეციელია სისტამია. ვიღაც ძაღლი ძაღლად სადაღლებულა. ვინ არის ვენეციელი? ეს ისეთი ვენეციელია, როგორც მე გვიხდენ. ხომაჩიშა. ალლაჰი. სად არის ალლაჰი? უსამართლობა ქვეყნის ალლაჰი და ძალმომრავლობა მისი მოციქული. მამლუქთა ბიცუალა და რჯული დაგნა? ქნებ ფრანგების მოსყიდულია. ათვილი შესაძლებელია. ამით სირაზმი დაიფანტა ეს კი აქ უნებლად გამოწიმულა. არ შეგამედო! გიაურუ! ალლაჰ! ალლაჰ ტეკა! მამლუქის ძვირფასი სამოსელი ეცვა. მეორეს ვენეციელი პარტიელის მუნდი, მაგრამ არც ერთი იყო ეგვიპტელი და არც მეორე ვენეციელი. ორივენი ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ.